თბილისში საჯარო სერვისების გაეროს ფორუმი დაიწყო. მასშტაბური საერთაშორისო ღონისძიების დელეგატები საქართველოს დედაქალაქში სამდღიანი ფორუმის ფარგლებში გლობალურ გამოწვევებზე იმსჯელებენ. მთავარ თემებს შორის იქნება ციფრული ტრანსფორმაცია, ხელოვნური ინტელექტის პასუხისმგებლიანი გამოყენება, მონაცემთა დაცვა, კორუფციასთან ბრძოლა და მმართველობაში მოქალაქეთა ჩართულობის გაძლიერება. ფორუმზე სიტყვით საქართველოს პრემიერი გამოვიდა. ფორუმს ჩემი კოლეგა ხატია ჯამალაშვილი ესწრება, რომელიც ახლა პირდაპირ ეთერში შემოგვიერთდება. ხატია ისმენთ. საჯარო სერვისების გაეროს 2026 წლის ფორუმი გახსნილია. საქართველოს დედაქალაქი თბილისი სამდღიანი მასშტაბური ღონისძიების მასპინძელი დედაქალაქი არის. ამ ღონისძიებასთან დაკავშირებით 500-ზე მეტი დელეგატი 100-ზე მეტი ქვეყნიდან არის ჩამოსული იმისთვის, რომ 3 დღის განმავლობაში იმსჯელოს ისეთ თემებზე, როგორიც არის საჯარო სერვისების ხელმისაწვდომობა, მოქალაქეზე ორიენტირებული საჯარო სერვისები, ასევე ციფრული ტექნოლოგიები, ხელოვნური ინტელექტი და მისი გამოწვევები. თუ როგორ უნდა განვითარდეს საჯარო სერვისები ისე, რომ მოქალაქისთვის კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდეს ეს სერვისები. ამ ღონისძიებაზე 3 დღის განმავლობაში დელეგატები სწორედ აღნიშნული თემის გარშემო გაცვლიან პოზიციებს და ასევე საკუთარ გამოცდილებებს. ამ გამოცდილების მიმართულებით ბევრი აქვს სათქმელი საქართველოს, როგორც აცხადებს იუსტიციის მინისტრი პაატა სალია, რომელმაც მისასალმებელი სიტყვით გახსნა დღევანდელი ფორუმი. პაატა სალია ამბობს, რომ საჯარო სერვისები არის ხიდი მოქალაქესა და ხელისუფლებას შორის. მისივე განცხადებით იმისთვის, რომ საჯარო სერვისები კიდევ უფრო ხელმისაწვდომი იყოს, არსებობს მობილური იუსტიციის სახლები, რომელიც ყველა კუთხეში, ყველა რეგიონში მოქალაქეს აძლევს საშუალებას, როგორც ონლაინ, ასევე პირისპირ მიიღოს ყველა სერვისი. 127 ფილიალი და 500-ზე მეტი სერვისი. ეს არის საჯარო სერვისების განვითარების მთავარი მიღწევა დღესდღეობით, აცხადებს პაატა სალია. დღეს ასევე მისასალმებელი სიტყვით მიმართა აქ დამსწრე დელეგატებს გაეროს გენერალური მდივნის მოადგილემ, რომელიც ერთ-ერთი თანამასპინძელი არის, ასე ვთქვათ, დღევანდელი ფორუმის და მან ასევე ყურადღება გაამახვილა საჯარო სერვისების ხელმისაწვდომობაზე. მისი განცხადებით, იმ ფონზე, როდესაც მსოფლიოში არის ქაოტური მდგომარეობა, ძალიან მნიშვნელოვანი არის ხარისხიანი და მაღალი დონის საჯარო სერვისების ხელმისაწვდომობა. ასევე აქ დამწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმაც. საჯარო სამსახური მხოლოდ ადმინისტრაციული სისტემა არ არის. ეს არის მოქალაქისა და სახელმწიფოს დამაკავშირებელი ხიდი. ეს არის ნდობა, რომელიც ყოველდღიურად შენდება. საქართველოს ისტორიულად იყო სივრცე, სადაც ერთმანეთს სხვადასხვა კულტურა, იდეა და გამოცდილება ხდებოდა. დღეს კი გვინდა, რომ თბილისი რამოდენიმე დღის განმავლობაში იქცეს ადგილად, სადაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ცოდნა და გამოცდილება, ახალი გადაწყვეტილებების, ახალი პარტნიორობებისა და ახალი შესაძლებლობების საფუძვლად იქცეს. ფორუმის მთავარი ღირებულება მხოლოდ თემების მრავალფეროვნება არ არის. მისი მთავარი ღირებულება არიან ადამიანები, რომლებიც დღეს ამ დარბაზში არიან შეკრებილი. ადამიანები, რომლებსაც ერთმანეთის გამოცდილების სწავლა შეუძლიათ. ხშირად სწორედ ასეთ შეხვედრებზე იბადება ის გადაწყვეტილებები, რომლებიც მოგვიანებით რეალურ პოლიტიკად და რეალურ შედეგებად გარდაიქმნება. ძლიერი ინსტიტუტები, ეფექტიანი მმართველობა და ხარისხიანი საჯარო სერვისები ქვეყნის მდგრადი განვითარების აუცილებელი პირობა. სწორედ ამ ბიზნეს გათვალისწინებით საქართველოს 2015 წლიდან ევროპული საჯარო მმართველობის პრინციპების შესაბამისად თანმიმდევრულად ახორციელებს საჯარო მმართველობის რეფორმას, რომლის მიზანია უფრო ეფექტიანი, გამჭვირვალე, ანგარიშვალდებული და მოქალაქეზე ორიენტირებული სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოყალიბება. მოქალაქეზე ორიენტირებული საჯარო სერვისების განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს, რომელიც მოქალაქეებსა და ბიზნესს 100-მდე სერვისს თავაზობს და თანამედროვე, ეფექტიან და საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებულ მომსახურების მოდელს წარმოადგენს. ამიტომ ჩვენთვის საჯარო სექტორის მოდერნიზაცია და მმართველობის ხარისხის მუდმივი გაუმჯობესება ქვეყნის გრძელვადიანი განვითარების ერთ-ერთ მთავარ ასპექტად რჩება. ამ პროცესში განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ საერთაშორისო თანამშრომლობას და გამოცდილების გაზიარებას. მინდა დავიწყო იმით, რომ გადმოგცეთ გენერალური მდივნის მიმართვა ანტონიო გუტიერეშის გაეროს საჯარო სამსახურის დღეს ციტატა. სკოლიდან, სოციალური სამუშაოებიდან, ეროვნული პარკებიდან, საპოლიციო აქტივობებისკენ, ტრანსპორტისკენ, საჯარო სამსახურები ფაქტობრივად მსოფლიოს აძლევს ბიძგს და ჩვენ პატივს ვცემთ საჯარო მოსამსახურეს ყველგან. დიდია ამ სამსახურის ძირითადი როლი იმაში, რომ შეიქმნას ლამაზი და სტაბილური საზოგადოება. კლიმატის ცვლილებები და სხვა მოვლენები ფორმას უცვლის
კულტურის სამყაროს. ჩვენი მომავალი დამოკიდებულია ჩვენს ინსტიტუტებზე, რომ ისინი იყვნენ ინოვაციურები და მზად ადაპტაციისთვის. ახლა როგორც არასდროს ერთგულება, პროფესიონალიზმი, საჯარო მოსამსახურის არის ძალიან დიდი მოთხოვნის ჩარჩოებში, როდესაც ტურბულენტურია მსოფლიო. საჯარო ინსტიტუციები უნდა იყოს საყრდენი, მათ უნდა უზრუნველყონ სტაბილურობა, ნდობა და გაუძღვნენ საზოგადოებებს ამ გაურკვევლობის ფონზე. დღესდღეობით მოქალაქეები ითხოვენ უფრო პასუხისმგებელ და სამართლიან მომსახურებას. ტრადიციული მიდგომები აღარ არის საკმარისი. ჩვენ გვჭირდება სტრუქტურული ტრანსფორმაცია. სამდღენი ფორუმის ფარგლებში დაგეგმილი არის მრგვალი მაგიდაც, სადაც პაატა სალია იუსტიციის მინისტრი მეგობარ ქვეყნებს გაუზიარებს იმ გამოცდილებას, თუ როგორ შეცვალა თანამედროვე ტექნოლოგიებმა საჯარო სერვისებზე ხელმისაწვდომობა და ამის მაგალითი იქნება იუსტიციის სახლები. ასევე სამდღენი ფორუმი დაგვირგვინდება ფორუმის საუკეთესო ინოვაციური საჯარო პროექტების დაჯილდოების ცერემონიალით, სადაც გამოვლინდება საუკეთესო პროექტი. მადლობა, პირდაპირ ეთერში ხატია ჯამალაშვილი საუბრობდა.